წაღან გავიღვიძე დაახლოებით 1 საათი ან საათს ნახევარის წინ და ჩემი ხასიათი უკვე შეიცვალა 100 ჯერ არა 10 ჯერ. ხოდა ძალიან სასაცილო ადამიანი ვარ მართლა. ჯერ ერთი გავიღვიძე თავბრომე ხოდა რომ წამოვდა კი და ცოტათი ესე სევდო შემომაწოდა დავსევდიანდი არ ვიცი რატომ ტელეფონი ავიღე და ავტვირთე რაღაც სევდიანი ისტორი დილის 8 საათზე ხატია რატო ტვირთარ რაღაც სევდიანი ისტორიას რომელსაც სევდიანი მუსიკა დავადე და შემდეგ დავიწყე rilsების სკროლვა და შემხვდა რაღაც სასაცილო ვიდეო და მეთქი არა ძალიან კარგი ხასიათზე ვარ ამიტომ ეს სტორი რომელიც დავდე ისევ წავშალე დავიწყე სიცილე, შემდეგ შემხვდა სევდიანი rilsი და ისევ დაახლოებით 15 წუთი დავსევდიანდი, overthinking-ი დავიწყე და ყველაფერზე კითხვების დასმა და რა იქნება და ასე და ისე, საერთოდ ყველაფერი წამოვიდა გონებაში. შემდეგ ისევ დავიწყე მხიარული rilsების სკროლვა და არ ვიცი, ნახევარი საათი ეს rilsების სკროლვა, საოცარ ხასიათზე დავდექი. იუმორის გრძნობა შემომეწოდა და დაუბრუნდი ჩემს თავს. ხოდა 1 საათში ადამიანის ხასიათი მაგდენჯერ შეიცვალოს, აი არ ვიცი, მართლა. ხოდა რაც თავარია ხა კარგი ხასიათზე ვარ. Am I crazy? What the fuck? ესე იგი გუშინ უნდა გავსულიყავი ფაბრიკაში. და რა თქმა უნდა გაწვიმდა და ვეღარ გავედი და ძალიან ნერვები მომეშალა, ამიტომ დავიძინე 9 საათზე და 9 საათიდან აი ასე 8 საათამდე ძალიან კარგად მეძინა. და საერთოდ რატო წვიმს ყოველ საღამოს ჩემს და ჩემს ხასიათს კიდევ უფრო მეტად აფუჭებს, იმიტომ რომ გარეთ გასვლა მინდა საღამოს და წვიმა როდესაც არის, ანუ მე არ შემიძლია საერთოდ გარეთ ფეხი გავადგა. აი აქ რაღაცები მქონდა და ეხლა ჩემი კანი ბევრად უფრო კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ დილით რაღაც ცოტა აპრიელებული სახით კანით გავიღვიძე და გამიხარდა. და ეხლა სხვათა შორის გარეთ წვიმს და ეგ ფაქტი მე ძალიან მაღიზიანებს. ანუ რა გამოვიდა რამდენი საათი მეძინა? 13 საათი მეძინა? იმიტომ მაქვს სახე ესეთ დასიებული და ჯერ კიდევ თავბრუნ მოხება, ოღონდ მართლა, ანუ დაახლოებით 1 საათია თავბრუნ ხება არ მივლის და მგონია რომ სადმე წავიჭერები და წავიქცევი. მაგის გამოა თუ აქ რომშია მაგის გამოა? არ ვიცი, მაგრამ გავიკეთებ უდიდეს ყავას. სხვა შორის უნდა მე ვარ ჯიშადილი, ძალიან დამეზარა და თან თავბრუნ მოხდა და მეთქი ამ ვარჯიშის დროს გონება დავკარგე, ეგ ნამდვილად არ მაწყობს. ჩემი გრიპი ისევ ადგილზეა და არსად არ მიდის მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვსვავ, ასევე ხმაც სხვანაირი მაქვს და ზოგჯერ მახველებს. რაც გამაღიზიანებელია, როდესაც დღეს სიცხეა და ამ ზაფხულში, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს წვიმა. და სახეზე ვისვა მილიონ პროდუქტს, იმიტომ რომ მინდა რომ მქონდეს აპრიალებული და გადაპრიალებული და არ ვიცი სარკესავით კანი. მეგობრებო, აქვე გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩემი არხებისაც არ გაქვთ გამოწერილი და ლაიქოთ ვიდეო და ძალიან დიდი მადლობა წინაზე რომ დამიწერეთ საყვარელი კომენტარები, იმიტომ რომ გაბრწყინებული და გაღემებული სახით უყურებდი ამ კომენტარებს. მართლა ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ აი ვერ აგიღწერთ. სიტყვა სიმღერა ძალა აქვს, უბრალოდ სიტყვებს შეუძლია რომ ადამიანის დღე რადიკალურად შეცვალოს და აი უბედნიერესი გაგხადოს და უკარგეს ხასიათზე დაგაყენოს მართლა და მაგ დღეს მართლა ის საოცარ ხასიათზე ვიყავი რომ ეგეთ კარგი კომენტარებს მიწერდით. You know, I'm gonna be famous. I'm gonna be a famous YouTuber in Georgia. რატო არ იწერენ ჩემ არხს მიუხედავად იმისა რომ არ არიან გოგოები, რომლებიც YouTube-ზე ვიდეოებს დებენ და ძალიან მინდა რომ იყვნენ. ხოდა ჩემი არხი მაინც გამოიწერეთ. მარტო მოგზაურობაზე ხო არ იქნება ქართული YouTube? ანუ please.
I wanna be famous. I wanna be like Georgian Emma Chamberlain, seriously. I wanna be. Okay, I'm done. The skincare is done. Da აპრიალებულია სახე. მარტო ჩემოყავა მჭირდება, თორე ცუდად ვარ, ანუ ვერ ფხიზლდები, პლუს ეს ანუ თავი მიტრიალებს და ვტრიალებ თითქოს არ ვიცი, დედამიწის ბრუნვას ვგრძნობ და ჩემზე ტყავა მჭირდება, ანუ თორე ცუდად გავხდები, მართლა გონებას დავკარგავ. უნდა გავიდე ცოტა ხნით კი არა და სოლარიუმში უნდა წავიდე ახლა და გაჩვენებთ რა მაცვია. თუ გამოჩნდება. Oh my god. It's so dark here. Maybe it's better here. თან აი ამ ხელა მაკლე რომ ვიღაც დაუბლოკო ისე მომიშალეს ნერვები. Okay, go guys. დღეს ასევე შევიარე ამერეთებზე ცხოდა რაღაცები ჩამომივიდა. გაჩვენებთ. ეს კაპები ძალიან საყვარელია. აღეთ რა საყვარლებია, ამასაც გავიკეთებ საყვარლად. Okay, it's cute. ეს მინდა და კამერისთვის, ანუ ჩასადები და მგონი რომ ჩემი კამერაც ძალიან კარგად ჩაეტევა და ისეთია რა, საყვარელი და კომფორტული და ისე აღარ ჩავაგდებ ხოლმე მაგალითად ჩანთაში და ამას ჩავდებ. თან მაგნიტები აქვს და ესე ეწებება. ახლა ეს გადამყვანი როგორც იქნება, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ძველი დიჯიტალ კამერა რაც მაქვს გადავიყვანო ამ გადამყვანით მაგში. ой, რა კაი ხარისხია. ხო და იმედია რომ გადავა ეგ კამერა. ეს მაგის ზომა? არ ვიცი. ასევე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდა და ძალიან ბრჭყვიალა პალეტი თვალის, ანუ ბრჭყვიალების რა. ხო და აი სულ რომ იბზინოს და იბრჭყვიალოს დიდი. ცოტა სხვანაირი ბრჭყვიალები კი ძალიან ბევრი მაქვს ეს გლითერები, მაგრამ სხვანაირი აი უფრო გლითერი რო არის, ეგეთი მინდოდა. ხო და ვაიმე, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მოდი ვცდი. აი ეს თან ურავია რაღაც გულები და რაღაცები ზუსტად ეს მინდა. This is so beautiful. Oh my god. Oh my. ამას უყურეთ უბრალოდ. თქვენც ხედავთ ხო რა საოცრება? აქეთ სხვა ფერს ვცდი. მოდი იყოს ცისფერი. რა სილამაზეა ღმერთო ჩემო. აი ამაზე ვამბობდი ზუსტად ეს მინდოდა. I'm a fairy now. ღმერთო რა სილამაზეა. Yes, this is what am I talking about. Okay, ამით მე მაგერს გავიკეთებ და ძალიან ლამაზია, ან ულამაზესია მართლა. თან ძალიან ბევრნაირია. ძალიან ლამაზი ფერებია და დიდხანს გეყოფა. და ასევე ზუსტად მაკიაჟისთვის მინდა და რაღაც დასაკრავები რაღაცები. ხო და ეხა ესენი გამოვიწერე მოკლედ ვარსკვლავებია, მაგრამ ეს ვარსკვლავების სახეზე როგორ უნდა მივიკრა, გონზე არ ვარ. მგონია რომ რაღაც წება უნდა თუ თვითონ ეკვრება სახეზე თუ რანაირია. ანუ ეკვრება? What the heck is that? არა მგონია ესო დაეკროს სახესო ჩამოვარდება. ანუ ეს რაღაც თუნდა მიიწებო. სხვადასხვა ზომა არის, ზოგი წვრილია, ზოგი მსხვილია და I have no idea. მაგრამ ძალიან მომეწონა, ეს ძალიან გამეხარდა ეს გლითერები, ძალიან ლამაზია. და ეს საყვარელი წინდები, რაზეც ჩავიცვა მგონზე არ ვარ, მაგრამ მომეწონა და გამოვწერა. Because I'm crazy. Okay, სულ ეს იყო.
ახლა შეიძლება ფაბრიკაში გავიდე, იმედია გავალ და არ გაწმიმდება უბრალოდ რა ჭირს ენაზე ამ ბოლო დროს, ხო და ხადა ამ გლითერებსაც წავისვამ. ჩემთვის მას არ შევხედოთ, იმიტომ რომ უცნაურად გამოვიყურებით, წაღან გავიღვიძე, იმიტომ რომ სამსახურის მე რომ მოვედი ძალიან საშუალოდ განადგურებული დაღლილი ვიყავი და მიმეძინა და ახლა გავიღვიძე. ხოლო ბოლო დროის და სიმართლე გითხრათ გასწავლებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მაგის ენერგია არ მაქვს. ჩემი ბოლო დროის ჩემი ბარის ეს ყავა, ყინულებს აღარ უყრე და უბრალოდ ყავას ვასხამ და რძეს და არის უგემრიელეს. The time არის თბილი უფრო მეტად ვსიამოვნებს, არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინელად მცივა. გაყინული ვარ, მცივა მიუხედავად იმისა, რომ გარეთ თბილა. ალბათ ქარი როქრეს მაგის გამო, მაგრამ არ ვიცი, რატომ მცივა სულ მე. და სწორედ მაგის გამო მაცვია ჩემი საყვარელი პიჟამოები და ჰუდი. შუადღეთ რომ ვიძინებ ხოლმე, გამოფხიზლება ძალიან მიჭირს და თუ გამოფხიზლდებ, ვიღვიძებ ან ძალიან კარგი ხასიათზე და ან ძალიან ცუდ ხასიათზე. და ეხლა მაქვს ის მომენტი, რომ გავიღვიძე ძალიან ცუდ ხასიათზე. და ჩემი საყვარელი პოზა, როდესაც ვიღვიძებ ხოლმე, არის რომელი, გაჩვენებთ. იმის გამო რა არ ვიტირო ხოლმე ესე. ესე უკუღმავჯდები დივანზე და ესე ვზივარ. ესე ვზივარ ცოტა ხანი უბრალოდ თავით ვარ ვიყრდნობილი და ძალიან სასიამოვნოა, რაღაც რო იჭერს შენ თავს წინ. აი ძალიან სასიამოვნოა, ხო და ასე ვზივარ ხოლმე რამდენიმე წუთი. შევერცათ ვიჟდაგე, მაგრამ არ არის. გეფიცებით მართლა არ ვიცი რატო დავიბადე უბრალოდ ეგეთი ადამიანი, რომ ყველაფერზე ფიქრობს ძალიან ბევრს და თავში ეს რაღაც ფიქრები არის დროს არ ჩერდება. წაღანც იმას ვფიქრობდი, რომ აი რაღაც არ შეიძლება, გამიკეთო, რომ ეს ფიქრები თავში უბრალოდ გაჩერდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მე მტკენის ძალიან ეს ფიქრები და მე ვნერვიულობ და მე ვნერვიულდები, მე ვფიქრობ და მოკლედ ვიყავარ ამ ფიქრებს ტირილამდე. ადამიანებს ყველაფერს გუშვება ჩვენი ფიქრები, ეს overthinking-ი. სიტყვები, რომლებიც თავში არ წყდება არასდროს და ჩვენ ვევაზიანებთ ამ ჩვენი ფიქრებით ჩვენს თავს. ძალიან ბევრი ჩვენ იყო, მაგრამ არ აუშავს. ყველაფერზე ვფიქრობ ადამიანებზე. ასევე ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან წარსულიდან, არ შეგიძლიათ არ გამოჩნდეთ და უბრალოდ წარსულში დარჩნენ და დარჩეთ. I don't want to talk with you. I don't want to talk. I don't want to talk with you. Just stay there. თერმით უმეტეს ადამიანები, რომლებიც წარსულში კარგად არ მოგვეცდნენ. Stay fuck out of here. Stay fuck out of my life. მაგრამ ესეთი რაღაც არის რა. ადამიანები, რომლებიც წარსულიდან ჩნდებიან და ისევ მოდიან, არ ვიცი, წერენ გირეკავენ, მაგრამ რაც ხდება, არც აღფრთოვანებული არ ხარ ამ მოწერით. მხოლოდ პასუხს იმის გამოსცემ, რომ უბრალოდ, არ ვიცი, იმის კულტურა, შინაგანი კულტურა, რომ გასცე პასუხი. და იმდენად ხარ განკურნებული ამ ადამიანების წასვლით, რომ საერთოდ არანაირი ემოცია აღარ გიჩნდება და უბრალოდ მიწერა გეზარება. და შენი რაღაც კულტურის გამო წერ.
შინაგანი კულტურის გამო რომ პასუხი დასცე. არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვარ, ან მაგის გამოვწევ ხომ მართლა და არანაირი გრძნობა და არანაირი ემოცია აღარ მაკავშირებს და აღარ მიჩნდება საერთოდ და არის მეორე ნაწილი. ის ადამიანები, რომლებიც ბრუნდებიან შენს ცხოვრებაში და გამოწმებენ კლავ მიჯაჭვული ხარ თუ არა მათთან და ზუსტად აი ეგ რაღაც ემოციები გაკავშირებს და რამდენჯერაც არ უნდა მოგწერონ, ისევ ისეთი აღფრთოვანებული იქნები, ისევ ისე აგიკანკალდება ხელები, ისევ მთელი ემოციებით მიწერ, თუ მიწერ რა თქმა უნდა, ან შეიძლება დაიგნორო და აი არ ვიცი, მაგ დაიგნორებამ წაიღოს მთელი შენი ემოციები და მთლიანად გაგიყოლოს და არ ვიცი, იფიქრო ძალიან ბევრი. ეს არის, როდესაც მათთან ჯერ განკურნებული არ ხარ და ის რაღაც ნაპერწკალი, რაც გქონდა და საერთოდ ის ყველაფერი, რაც გაკავშირებდა, ჯერ კიდევ შენში არის ძალიან ღრმად და რაღაცნაირად არ იმარხება. ისე როგორც ხევთან დამარხა. ხო და აი ეგ მომენტი არის ძალიან ცუდი. კიდევ ერთი რაღაც არის რომ როდესაც ხარ ურთიერთობაში და რამ რაღაცას ასრულებ ამ ეტაპს და ხვდები ახალ ადამიანებს რაღაც რა თქმა უნდა არ ვიცი ნახულობ მათ ეცნობი, გიცნობენ ყველაფერი ეს ყოველ ჯერზე ამ ახალ ადამიანებს ადარებ ძველ ადამიანს, რომელიც ჩვენთვის ძაბურს წარმოადგენდა და აი ეგ არის ყველაზე საშინელი მომენტი, ხო? აი ახალ ადამიანს რო ხვდებით და მეცინება ძალიან, იმიტომ რომ მართლა მაგაზე ვფიქრობ ხოლმე გეფცებ. აი ხვდები მე ახალ ადამიანს რა და იმ მომენტშიც კი ძველზე ვფიქრობ. მომენტიც კი ძველ ადამიანზე ვფიქრობ. ანუ სერიოზულად და ზუსტად ვიცი ის რა სიტყოდა, რას გააკეთებდა, როგორ გაიცინებდა, როგორ გამახალისებდა, იმიტომ რომ ბოლო დროს ანუ ვისაც კი შევხვდი და რაღაც ანუ არავინ არ მახალისებს, მარტო მე ვლაპარაკობ ბევრს და მარტო მე ვცდილობ, რომ ის დიალოგი გადავარჩინო და მარტო მე ვღადავ, ხო და აი ზუსტად ეგრე არის, რომ ადამიანმა შეიძლება იმ ხელა კვალი დატოვოს შენზე. რა შემდეგ ვისაც არ უნდა შეხვდე, ყველას მის თავს ადარებს საერთოდ. მოკლედ ეს რაღაცები მინდა და მეთქვა თქვენთვის. თანაი ასე უცნაურად რომ გამოვიყურებთ და ახალ გაღვიძებულზე რაღაც სისურელე ფიქრები რომ აწუხებს. არა და გავიწყდეთ არხის გამოწერა. ასევე ზოგჯერ გაჩვენებთ როგორ ვზივარ. Sometimes I sit like that. არ ვიცი რატომ, მაგრამ სახლში ვიკეთებ ხოლმე სათვალეებს. და გარეთ რო გავდივარ, ხამე რა მომინდეს ან გასერდება ან რაღაც სათვალეები მიკეთია და მახურობს ჰუდი კიდევ ზემოდან, ეს ზუსტად ეს ჰუდი. იმიტომ რომ მინდა რომ თითქოს უჩინარი ვიყო და მგონია რომ ეგრე არ ჩანვარ და მგონი ეგეთი ქცევით უფრო ყურადღებას ვიქცევ. მოკლედ ბოლო კი არა და გუშინ ერთ დღეში დავასრულე წიგნი ყველაფერი მთავრდება ჩვენით. და ასევე დღეს ვუყურებ ფილმს. ფილმი არის სრული კატასტროფა, ოღონდ მართლა. ალბათ იმიტომ რომ მე ვარ ბლეიკ ლევილის ანტიფანი, არ ვიცი როგორ არის მაგის ეგ სიტყვა მოკლედ ანტიფანი რო არ ვიხმარ. ძალიან არ მომწონს ეგ გოგო, არ ვფიქრობ რომ კარგი მსახიობია, ღიმილი აქვს ერთადერთი კარგი და ყველა ფილმში ყოველთვის ეღიმის. საერთოდ არ წარმომედგინა ეს პერსონაჟი ბლეიქისნაირი და ძალიან კატასტროფა ფილმია, ანუ საშინელება მოკლედ წიგნი წაიკითხეთ, არა უშავს წიგნია, კარგია ისეთ თემებს ეხება, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, როდესაც ვხედავთ ძალადობას, როდესაც ძალადობის It's just a coffee machine and I'm gonna wait. როდესაც ვხდებით ძალადობის მსხვერპლი,
ასე რომ ძალიან კარგი წიგნი არის, რომ ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რომ რაღაც ძალადობას არ უნდა გაუძლონ, ხალხი იმის გამო, რომ ვიღაცასთან გარკვეული გრძნობები აკავშირებთ, ასე რომ ძალადობა სიყვარული არ არის და სიყვარული საერთოდ სხვა რაღაც არის ადამიანს, რომელსაც უყვარხარ თუ მოძალადია თავს დაგანებებს რა. Așa და დავიწყებ მეორე წიგნი, რომელიც არის მისი გაგრძელება ყველაფერი იწყება ჩვენით, იმედია დღეს არა და ხვალ მოვჩაბე. და ესეც კაი, ეს არის ადამიანების გაგრძელება. ძალიან მარტივად იკითხება, იმიტომ რომ ეს წიგნი ერთ დღეში დავასრულე და როგორ დავასრულე, არ ვიცი. ზოგჯერ მეგობრებო მაქვს თვალებში 4x და მართლა ეგრე ვკითხულობ წიგნებს, ანუ ერთ დღეში დასრულებული მაქვს მაგას 29 გვერდიანი წიგნი თუ ჩამithრია. და ამასაც 4x-ით ვკითხულობ და თუ მოვიდო მე დღეს დავასრულებ 2 საათში. ასე რომ არ ვიცი. So შეიძლება აქ მეორე გითხრათ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი. არ დაგავიწყდეთ. იმიტომ რომ აქ მოისმენთ მარტოსული ადამიანის სემტას. No way. არა, უბრალოდ გამოიწერეთ ჩემი არხი დღეს მოისმენთ, მოდი აღარ გავაგრძელებ მაგას. ნეტა ცუდად იმის გამო ხო არ ვარ რომ დიდი ხანია არ მიყიდია ტანსაცმელი. Who knows? I don't know. Okay. მოკლედ წავედი, მიყვარხართ ძალიან ვინც მიყურებთ, გაღმერთებთ და კოცნით ბევრს.